ხვამლის მთას უამრავი ლეგენდა, მითი თუ ისტორიული ვარაუდი უკავშირდება. საიდუმლოებით მოცული ეს მთა ქართულ მემატიანეებში, გადმოცემებსა და ფოლკლორულ ნიმუშებში მოხსენებულია როგორც ადგილი, რომელიც საქართველოს გადაარჩენს ყველაზე დიდი გაჭირვების ჟამს. აქაურობას ასევე ნოეს კიდობნის გაჩერების ადგილადაც მიიჩნევენ. არსებობს ვერსია, რომ კიდობანი საერთოდაც ამ მთის მასივშია გამოკვეთილი. აქ ინახებოდა მეფეთა განძი, აქ აკვირდებოდნენ ქურუმები ცას, საბას მიხედვით ხომლი, სწორედ ვარსკვლავთ კრებულს ნიშნავს. ხვამლის მთა ასევე ფიგურირებს ანტიკურ ლიტერატურასა და ძველ ბერძნულ მითოლოგიაშიც. სწორედ აქ, კოლხეთში, მდინარე ფაზისის გავლით მოვიდნენ არგონავტები, ოქროს საწმისის დასაპყრობად, რომელიც ფარესის ჭალაში ინახებოდა და რომელსაც გაწოლილი გველეშაპი იცავდა. კარგად რომ აღვიქვათ, ხვამლის მთა ისტორიულ პროვინცია ლეჩხუმში, მდინარე ცხენისწყლისა და მდინარე რიონის ხეობებს შორის მდებარეობს. რაც შეეხება ხვამლის მთის კლდოვან ნაწილს, რომელიც იმერეთის თითქმის ნებისმიერი წერტილიდან ჩანს, მთიდან 300 მეტრითაა ამოზიდული, რაც მის შესწავლას ორმაგად ართულებს. ტერიტორია ძალიან დიდი და მასიურია, ამიტომ მცირე დროში მისი საგულდაგულო დათვალიერება უბრალოდ შეუძლებელია. სიუჟეტის ამ ნაწილში ჩვენ ხვამლის მთის შემოგარენს ცხენისწყლის ხეობიდან გავეცნობით, რადგან ხვამლის მთაზე ასასვლელი გზა სწორედ ამ ხეობაში მდებარეობს. ბევრი უნდა ვიაროთ აქედან. 840 მეტრი არის აგერ არის ნიშნულები, ინა გიორგის პატრონია 840 მეტრი. 840 ნაფიჩი. მე ორჯერ 840 გამ. ეგნარა. ავდივართ ალპურ ზონაში. იქა 2002 მეტრზე ავალდე რა. და იქიდან მოჩანს ცხენისწყლის ხეობა. აქეთ მხარეს არის რიონის ხეობა რა. ეს არის გველეშაპებით გაწოლილი ჩვენი მთა. მისტიური. აი ჩვენ ვართ დიდ ენერგეტიკაში, ესა მისტიკა. მრავალი ათეული მილიონი წლის წინ აქაურობა ოკეანის ფსკერი იყო. ამიტომ ამ ტერიტორიებზე მილიონობით წლების განმავლობაში ილექებოდა ცხოველების ნარჩენები. სწორედ ამ ნარჩენებისგან შეიქმნა კირქოვანი შრეები, რომელიც დროთა განმავლობაში ამოიზიდა კავკასიის სახით, მათ შორისაა ხვამლის მთაც. კავკასიონის ქედია ის, ხო? თუ არ ვწდები, ბატონო თამას. ხო. ვახ, რა ლამაზია. აღმარჩ კიბეებზე პირველი კაცი მიდის და მე ხარ. ესია ავარია ბატონო, თამას არ დაგორდით და თან არ წამიღოთ. მე მგონი უკვე იწყება ალპური ზონა, იმიტომ რომ ხეებს ნელ-ნელა ვკარგავთ. მოწვია გი? არა. არა მოწვია. ხვამლის მთა იყო ამიდის პროგნოზის გამსაძვრელი ლეჩხუმელი კაცი, რომ გახედავდა გინებათ რიონის ხეობიდან. ნება ცხენისწყლიდან იცოდა რა ამიდი იყო მოსალოდნელი. ბატონო, თამას გაწევდა. კი, აქ შეიძლება შხეფები მოგვცეს. არა, გამონაკლისი შეიძლება ნახევარსაათში დიდ ბურუსში მოხვდეთ ნიში. სხვათა შორის ადგილობრივებმა აქ ძალიან კარგად იციან, რომ არ უნდა დაარღვიონ ხვამლის მთის პირადი საზღვრები, ანუ ფაქტობრივად აქ ადგილობრივები შავ არქეოლოგიას არ ეწევიან. რატომ? იმიტომ რომ კარგად იციან მათ, რომ ხვამლის მთა საიდუმლო თავისით უნდა გახსნას. ლეჩხუმელი კაცის სულ იყო ხვამლის მთა მისთვის მისტიური. იცოდნენ ამ მთის იდეაზე. აქ 1 მეტრის სიღრმეზე ესეთი არტეფაქტები შეიძლება აღმოაჩინო, რომ არ შეიძლება ამ მთის ჩვენში ესეა განვდალი, წორა შეხება არ შეიძლება. თუმცა აქ მაინც ეწყობოდა საიდუმლო და ღია ექსპედიციები. ამ მთისადმი ინტერესი ჰქონდა როგორც სტალინის საიდუმლო სამსახურს, ასევე ადოლფ ჰიტლერსაც. ყველა ეძებდა გასაღებს, რომელიც ხვამლის მთის საიდუმლოს გახსნიდა.
აი პირველი ექსპედიცია სწორედ 1929 წელს მოხდა ალიოშა ჯაფარიძის თავოსნობით. ის ალპინისტი იყო და ალპინისტთა ჯგუფი წამოვიდა 11 კაციანი, სულ რაღაც 6 დღით დაყვნენ, მაგრამ დარბაზები, რომელიც დაათვალიერეს, რამე ღირსშესანიშნავი ან ხელშეჩასაჭიდებელი ვერაფერი იპოვეს, თუმცა შემდეგ განმეორდა ისევ ექსპედიცია 1953 წელს და მაგ დროსაც რაიმე მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა. შუა ომის პერიოდში. შუა ომის პერიოდში. და შემდეგ იყო, როდესაც ბატონო გაბიძაშვილი, გურამ გაბიძაშვილმა დაათვალიერა და შეისწავლეს ის მღვიმე და ის პიქტოგრამები, რომლებიც მან მღვიმეში ნახა, აქ ვერ დავატევდით. აქ ნამდვილად ვერ დავატევდით. იმ ციხე-ქვაბულის გარედან დანახვა, რომელშიც წითელი საღებავით შესრულებული პიქტოგრამები აღმოაჩინეს, მდინარე რიონის ხეობიდან არის შესაძლებელი. თან ქვაბულში ქვემოდან ასვლა შეუძლებელია. ჩამოშობილია ჯვარივით, ბაწვანე, ზოლი, იზოლია. იქ გამოხობილია. ისაა გამოშენებულია რაც ფოთოლია იქ გამოხობილია. რეჟისორ დავით გოგუაძის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ხვამლის მთის საიდუმლოს ეძღვნება, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კედელზე დატანილი წითელი ფიგურები ციურ მნათობთა სქემას წარმოადგენს და ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5604 წლის ვარსკვლავების განლაგებას ასახავს. ეს წელი მიიჩნევა ქართველების წელთაღრიცხვის დასაწყისად, ქრისტემდე. ზედაფიგურა მერწყულია, რომელიც შუმერებიდან მოყოლებული თევზის კუდიანი გამოისახებოდა. ქვედა თხის რქის ზოდიაქოს ნიშანია. ცხენზე მჯდარი ორი ფიგურა მერკური და ვენერა, ანუ იგივე ისიდა და ოსირისი. აქვეა მშვილდოსანი, პატარა ცხენი და შუბოსანი მეომარი, იგივე მარსი. ეს ფიგურა ალბათ მზეა. ეს კი ძალიან გავს ანკის გასაღებს, რომელიც ოსირისის და ისიდას ერთ-ერთი ყველაზე წმინდა სიმბოლოა. ის ამ შემთხვევაში 4 კუთხეთშია ჩახატული. სპეციალური ასტრონომიული პროგრამის მეშვეობით აღვადგენთ ვარსკვლავიანი ცის სურათს ძველი წელთაღრიცხვის 5604 წლისთვის. როგორც ვიცით, ძველად ახალი წელი გაზაფხულის ბუნიობის დროს იწყებოდა, დაახლოებით 18-21 მარტს. საოცარია, მაგრამ ამ წელიწადს მერკურის, ვენერას, მარსის და მზის განლაგება მერწყულის, თხის რქისა და მშვილდოსანის ზოდიაქოში ხდება. ამასთან მერკური და ვენერა ერთმანეთის გვერდიგვერდს ხედან. როგორც არ უნდა ვეცადოთ, ეს კომბინაცია არც ერთ სხვა წელს არ მეორდება. ამ კომპლექსურ ექსპედიციას არქეოლოგი გურამ გაბიძაშვილი ხელმძღვანელობდა. ჯგუფმა ბევრი საკვანძო წერტილი იპოვა. ქვედა ჯგუფმა ასვლა განაგრძო. 2007 წლიდან ხვამლის მთის მიდამოებში არქეოლოგიური გათხრები დავით სულხანიშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. ხვამლზე აღმოჩენილი არტეფაქტები და ექსპონატები ცაგერის ისტორიულ მუზეუმში ინახება. ეს არის ბრინჯაოს ბალთა, რომელიც ბატონ დავით სულხანიშვილის, რომელიც არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელია, სწორედად მისთვისაც ძალიან საინტერესოა ეგ ბალთა. ღირსშესანიშნავია იმის გამო, რომ ჯერ არის ბრინჯაო. შემდეგ მწვანე პატინით აქ დაფარული და ეგ ბალთა წარმოადგენს თანამედროვე სტილში, რომ ვთქვათ, ქამრის წინა მხარეს, ხო? აი ეს მძივები, რომელიც არის მინის, პასტელი, შიგადის სარდიონის მძივები, არის სამაჯურები წარმოდგენილი. რა ლამაზია აი. ყველაზე ბოლო გათხრები, რა 2023 წელსია. აი ესენი არის, სადაც ქალის დიადემაა წარმოდგენილი, რომლის შუბლის საფარს იფარავდა. აი ეგეთი ნაწილში, ხო? ამ ნაწილში იკეთებდნენ მანდილოსნები. ასევე ხვამლის მთის მიდამოებში აღმოჩენილია ჰემატიტები, რომლებიც ერთი შეხედვით კენჭებს ჰგავს, თუმცა ეს არის სპილენძისა და რკინის შენადნობი ქვასთან, რაც გვაძლევს ხელოვნურად გამადნებულ ქანს. ამ ქვებმა დაამტკიცა შეიძლება რომ როგორ აწრწოვდნენ ისე რომ ჰქონდათ ბრინჯაოც, რკინაც, სპილენძით, რეცეპტი რომ ვთქვათ, ეს წაიღეს არგონავტებმა და არა მართლა მარტო ოქროს აწმის. ხვამლი მართლაც მისტიურ სახელს დღემდე ინარჩუნებს და ამტკიცებს იმას, რომ მართლაც ოდეს საქართველოს გაუჭიდეს, ხვამლის თამ არჩინოს და ალბათ საქართველოს ჯერ ისე არ გვიჭირს, რომ დაგჭირდეს მისი ძალა. მე მგონი ჯერჯერობით არ ვიმსახურებთ, რომ ხვამლმა გაგვიხსნა საიდუმლო. ხო, ამას გულისხმობ, ხო. ჩვენ ხვამლის მთის საიდუმლოს გასახსნელად კი არა, მისი სიდიადის გადმოსაცემად მივდივართ ახლა იქ, სადაც ბატონო და მისი ენერგეტიკის შესაძლებლობა. ყველა ქვას აქ განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვს.
ყველა ხეს. ხვამლის მთისკენ მიმოვალ გზაზე დიდ ყურადღებას იქცევს მცენარეები. ძალიან მინდა რომ გადაიღო ხო? აქაური მცენარეები ამას შეხედე. ასეთი რამ არც მინახავს. ნახე რა ამას. მედია აქ აგროვებდა, აქ ამ მთაზე. მედია აიას ქალაქ კუტაისიდან ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ვანში ცხოვრობდა და სამკურნალო მცენარეების ბაღი ჰქონდა გაშენებული. ხვამლის კლდის ძირში, ოღონდ რიონის ხეობის მხრიდან, ახლაც არის ნასოფლარი ვანისჭალა. მთელი ზეგანი მცენარეებითაა დაფარული და სხვათა შორის სპეციალისტების შეფასებით აქ დღესაც ხარობს სამკურნალო მცენარეები. იქნებ აქ მართლაც იყო მედეას ბაღი და იქნებ მან მართლაც დაამზადა აქ ჯადოსნური ნაყენი და იესონს გადასცა. ყველაფერი ეს ჯერჯერობით კვლევის საგანია. რა ქვია? ამას ავიცნობ. რა სასწაულია? გული დაწყდა, ხო? თეთრი და შავი. როგორც ინი და იანი. როგორც დღე და ღამე, მე მგონი ნიშანია. ეს ორი ცხენი რო აქ შეგხვდა. თუ რა კავშირშია ცხენები ხვამლის მთის მიდამოებთან და რა უცნაურობას აწყდებიან აქ ადგილობრივები ცხენებით სეირნობისას. ამას მოგვიანებით მივუბრუნდებით. ვა ხო რამ დაგახრჯო გაფიცებ ყველაფერს. მედიტაციისთვის არის გენიალური ადგილი. შემოდგავიხედე. აი მე რა სილამაზეა. ხვამლის მთაზე ასულ ადამიანს სულ სხვა შეგრძნებები ეუფლება. აქ აშკარად იგრძნობა დიდი ენერგეტიკული ნაკადი, რასაც ამ მთასთან დაკავშირებული სხვადასხვა ინფორმაციის ძალაც ემატება. მაგრამ ბალანსის შენარჩუნებაში და გამოფხიზლებაში დამრეცი ფერდობი გვეხმარება. ბატონო თამას, სულ მაფრთხილებთ ხოლმე რომ აქ ბალახიც კი საშიშია და ყველას აფრთხილებთ რომ აი არ მიუახლოვდეს ამ ზონას. მატყუარა რა ვთქვათ, ამ მოლზე ფეხის რეალებს, ამიტომ ამ კლდებთან ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ როცა ვიზიტორები. გამოდის რომ ჩვენ კლდის თავზე ვდგავართ, ეხლა უბრალოდ აქ არ აღიქმება როცა ვდგავართ. აქედან არ აღიქმება, მაგრამ ქვემოდან რომ დავინახავთ, თქვენ უკვე შიშიძნობა დაგეწებათ. სვანეთი აქაც ქვემოთ სვანეთი, აი ეს უღელტეხეს უყურებთ, ესაა საგერეთ და გადავდივართ რიონის ხეობაში. იქა დახვდი დაკარი არ გაუშვა 3 ციხე, რომლითაც იკეტებოდა ეს ხეობა. თვითონ ლეჩხუმი, ეს ეთნოგრაფიული კუთხე, ისტორიული კუთხე იყო ძალიან ჩაკეტილი. აქ შევხვდებით ისტორიულად სხვადასხვა კუთხის გვარები. შემოსევის დროს აფარებდნენ თავს, ეს იყო აუღებელი ხეობა. აფარებდნენ თავს, აქ და შემდეგ შებოდნენ. ესა კოლხეთის დაბლობზე ყველაზე მაღალი ადგილი. ითვლება ხვამლის მთა. ვარაუდობენ მონასტერიც იყო, არ შეიძლება რომ არ ყოფილიყო აქ ბერების სამყოფელი ასეთ წმინდა ადგილას. და ეს არის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. კი ბატონო. ჩვენ როდესაც მოვდივართ ქუთაისიდან, რომელი ხვამლის მთის რომელი მხარე მოსჩანს? ეს თუ ეს ამ შემთხვევაში? ქუთაისიდან მოჩანს. აი ეს მხარე პირობითად მედიას სახე არის მარცხენა მხარეს ნაწილასავართ რა. კან უყურებ ბაგრატის ტაძარია. უკანა მხარეზეა გაწოლილი რა. მთლიანად რა, აი ასე ამოზიდულია ეს მთა. და ერთი შეხედვით მართლაც მოგვაგონებს გაწოლილ გველეშაპს, რომელიც ოქროს საწმის იცავს. თქვენ კადრებში უკვე ხედავთ თუ როგორ მომენტალურად შეიცვალა აქ ამინდი და ტყუილად არ ეძახიან აქაურობას ამინდის ღმერთების სამფლობელოს. იმედია ცოტა ხანი გვაცლის ამინდი და საჭირო კადრებს გადავიღებთ. მიუბრუნდეთ იმ უცნაურობას, რასაც ადგილობრივები აქ ცხენებით სეირნობისას აწყდებიან. სხვათა შორის ადგილობრივები ამბობენ, რომ როდესაც აქ ცხენებით ამოდიან, აი ამ მიდამოებში, აი ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე და როდესაც ცხენს აჭენებენ, სულ სხვანაირი ხმა ისმის მიწიდან. თითქოს შიგნით არის რაღაც სიცარიელე. ეს არ არის ჩვეულებრივი მიწის ხმა. ახო გესმის? სულ სხვანაირი ხმა ისმის. ასე რომ გამორიცხული არ არის ჩვენ ახლა ზუსტად გამოქვაბული ქალაქის თავზე ვიდგეთ. არის ეჭვები იმის შესახებ, რომ ხვამლის მთის, იალბუზის და კაილასის შიგნით სიცარიელეებია
და მათი ერთმანეთთან დამაკავშირებელი გვირაბების ქსელის ნახაზები არსებობს, თუმცა ეს სქემები საბჭოთა უშიშროება მიგდო ხელთ. მთის მასივში მართლაც არის ნაპრალები და უფსკრულები. არის როგორც ადულად, ასევე რთულად მისასვლელი მღვიმეებიც. ერთ-ერთში წლის სხვადასხვა პერიოდში მიწისქვეშა წყლის საკმაოდ მძლავრი ნაკადი კალაპოტს იცვლის და ხან ცხენისწყლის ხეობისკენ გადაედინება, ხან რიონის. 6 თვე ეს ანკარა წყალი გადმოდის ამ ცხენისწყლის ხეობაში, 6 თვე არის რიონის ხეობაში. ანუ 6 თვის შემდეგ ჩვენ რომ აქ მოვიდეთ ეს წყალი არა, ეს დამშრალი არის, პატარა მოდის რაღაცა შეიძლება შენაკადი ოდნავ. ეს ბუნებრივი მოვლენა დღემდე შეუსწავლელი და ამოუცნობი რჩება. თუმცა ჩვენთვის კარგად ნაცნობია ის ფაქტი, რომ ბუნების კანონის თანახმად ძლიერი ყოველთვის ამარცხებს სუსტს. თუ სუსტიერი ვართ, მაშინ როგორ მოვედით აქამდე? როგორ არ დაგვამარცხეს და არ წაგვშალეს ისტორიულად ცნობილმა უძლიერესმა კულტურებმა და იმპერიებმა? როგორ მოვიტანეთ აქამდე ქართული ენა და დამწერლობა? ალბათ უსაფუძვლო არ არის განსაკუთრებულობის ის შეგრძნება, რომელიც ქართველებს ოდითგანვე მოკვდევს, მაგრამ საერთოდ ვართ კი ღირსნი დღეს, რომ ხვამლის მთამ თავისი საიდუმლო გახსნას. საიდუმლო ცოდნა, რომელიც კავკასიის მთებშია შენახული. აი უბრალოდ მინდა ნახოთ რა სილამაზეა და მზის ჩასვლის ფონზე როგორ მოჩანს კავკასიონის ხედი, კავკასიონის მთები. კავკასიონი, რომელიც იზიდავდა აბსოლუტურად ყველას და რომლის ფორმირებაც დღემდე გრძელდება. აი ესეთი სილამაზეა, რომ აი უბრალოდ გინდა რომ დადუმდე, ხმარა მოიღო და აი ესეთ არაფერი არ თქვა და უყურო. მართლა სხვა ენერგეტიკა აქვს. კაცობრიობის წარღვნის შემდგომი ისტორიის განმავლობაში სწორედ აქ გაიხსნა პირველი სულიერი სამყაროს კარიბჭე, რომელსაც კავკასიონზე მიჯაჭვული ამირანი პრომეთე ჰქვია. პრომეთეს ცეცხლი კიდევ გარკვეულ ცოდნასთან ასოცირდებოდა, რომელმაც კაცობრიობა სულ სხვა საფეხურზე აიყვანა. ალბათ სწორედ ამიტომ მსოფლიოს სხვადასხვა ხალხისთვის კავკასია ყოველთვის მიმზიდველი იყო და მას უფრო მეტის მოცემა შეუძლია, ვიდრე დღეს ვიცით.